გამომარტეთ რომ ნიკოლოზ კაცი არის დაკავებული. არ უთქვამთ რომ ნიკა დაკავებული ყავდა, გასაღები ჩაუტყდათ. ცუდად რომ გამხდარიყო, შეაღწევდა ვინმე ამ წელში. ხელმძღვანელის მიერ დამევალა რომ წავსულიყავით, სადაც უნდა გამოჭრიგა ნიკოლოზ კაციას საცხოვრებელი ბინა, როდესაც მივდიოდი დაურეკე გამომძიებელს და მითხრა რომ თუ იქ მიდიხარ, გასაღები მე მაქვს კაციასგან ამოხებული, გამოვართვი გასაღები და წავედი გზაში. როდესაც მივედი მისამართზე, ასევე მოვიდნენ ჩემი თანამშრომლები, გადავეცი კონვერტით გასაღები. სახლში იყო ქალბატონი ბრძანდებოდა. გვიპასუხა ქალბატონმა, აუხსენით რომ ვარ პოლიციიდან, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან გამომძიებელი თანამშრომლები. გამომარტეთ რომ ნიკოლოზ კაცი არის დაკავებული. არ უთქვამთ ამას. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ნიკა დაკავებული ყავდათ, არა. ნიკუშასთან გვინდა გასაუბრება, იქნებ გაგვიღოთ კარები. და მეუთხარი ვერ გავაღებ მეთქი, ნიკა სახლში არ არის და ისედაც ვერ გავაღებ მეთქი. და რეალურად ნიკა ამ დროს იყო დაკავებული რეალურად გასაუბრება. მოუწყობთ ცდილობდნენ სახლში შემოსვლას და ისაო კარგითო პრობლემა არ არის, ძალიან კარგად მახსოვს. აი მახსოვს. პრობლემა არ არის, ნიკუშა მოვა და თვითონ მოიტანს გასაღებს. აი არ მავიწყდება, ასე მითხრეს. მალევე მომბრუნდნენ უკან, ისე ვიკითხე ვინ ბრძანდებით და პასუხობენ რომ ისა ქალბატონო შემოვდივარ. ქალბატონმა განმარტა რომ გასაღებიო ჩემ შვილს აქვო წაღებული, გარედან არისო კარი დაკეტილიო, თანამშრომლები ცდილობდნენ კარის გაღებას ვერ გაიღო, ეს კარი გასაღები დაზიანდა. რის შემდეგაც ვერ მოხერხდა მან შესვლა და წამოვედით. არ ვიცი იქ რა მოხდა, მაგრამ მივხვდი აი ხმაზე, რაღაც ხმაზე რომ გასაღები ჩაუტყდათ, მაგრამ იმ წუთში ვერ მივხვდი. რა მოხდა მართალი გითხრა და ასე დაზუსტებითაც არ ვიცოდი რომ გასაღები ჩატყდა. ესენი გატრიალდნენ, აღარ მპასუხობენ არაფერს და ისე გამობრუნდით რომ სამაშველო სამსახური ვერ გამოიძახეთ, ხო? არ გამოგვეძახია. ცუდად რომ გამხდარიყო, შეაღწევდა ვინმე ამ წელში. თავისუფლებს უკან მოახკვეთა ხო არ ეხნება, ეხლა ჩაუტყდა და ის გააკეთა. საგამოძიებო სამსახური არ გამოვიძახეთ, იმიტომ რომ აზრი არ ქონდა, განადგურებული იქნებოდა ნივთგიცება და ზედმეტად არ დავაზიანეთ კარი. ნიკოლოზ კაცის დედის ჯანმრთელობა მდგომარეობა ნაკლებად. ქალბატონს ვესაუბრეთ, საუბრობდა კარგად, მას არ განუმარტავს, არ უთქვია რომ ცუდად ვარ ან რაღაცა ვარ, მსგავსი მისი მხრიდან არ ყოფილა. კი ბატონო. სამაშველოს გმიძახება? არა. თავისი ნებით შეძლებდა გარეთ გამოსვლას? ალბათ შეძლო რა ვიცი. არა, შეძლებდა. არ ვიცი, ვერ გეტყვი. ოჯახის წევრთან თუნდაც თუ არა, უკვე ეზოს პერიმეტრიდან დაიმეტეს კომუნიკაცია. აი ფანჯრიდან კი იყურებოდა, მაგრამ კომუნიკაცია მე არ მქონია და არ ვიცი, ვერ გეტყვი. ანუ ვილაპარაკეთ კარებიდან შიგნით და გარეთ, რო წამოვედით ფანჯრიდან. არა, ფანჯარასთან იდგა, ფანჯარა რომელიც ეთყობა ან საძინებები იყო ან რაღაცა და იდგა იმ ფანჯარასთან, მაგრამ ჩვენ კომუნიკაცია აღარ გქონდა. მე არ მქონია პირადად. და ასე და ჩემს არ მქონს. არა. გატრიალდნენ და მე ამ დროს მივირბინე ფანჯარასთან, რომელიც ეზოში გადიოდა, პირველ სართულზე ვცხოვრობ, გავხსენი ფანჯრები და უყურე ფანჯრიდან. და პირველ სართულზე რახან ვარ, გისოსები, აი ესე გასაწევი გისოსები მაქვს. და ვეუნები გისოსებს მეთქი გავხსნი, მოიტანეთ კიბე და გადმობრძანდით ფანჯრიდან მეთქი. თან პარალელურად ვეჩხუბები, რომ ეხლა აი ამ ჩამწროულ კარებში უნდა გამაჩეროთ, რა არის ეს ტერორია, 37 წელია. გამაგებინეთ, სად არის ჩემი შვილი მეთქი. რეალურად რატო უთხარით რომ მოვიდით სახლში? იმიტომ რომ შემოსვლა გვინდა რომ არ გატყვევდეთ და კარები რომ გაფუჭებულია და რომ დარწმუნდეთ, გადმობრძანდით ფანჯრიდან ვეპატიჟებოდი. არ გადმოვიდნენ. აი იქ რა მოილაპარაკეს, რა ისაუბრეს არ ვიცი და ესე გაბრუნდნენ და წავიდნენ. თქვენ დარჩით ჩაკეტილ კარებში. კი. და არა, ამაზეც ვეჩხუბებოდი, რომ რა ეხლა ამ
გატეხილ კარებში, ამ დაკეტილ კარებში მტოვებთ მეთქი, იქნებ რა მჭირდება, იქნებ რა დამჭირდეს, ანუ ვეღარ უნდა გავიდე. ესენი ისე წავიდნენ, რომ არ უთქვა, მტრინი გადაკავებული იყო. გამომძიებელმა და ამერიკა გვარი და სახელი არ მახსოვს, მაგრამ ეს ძალიან გვიანი იყო და გამომძიებელმა ჩამაყენა საქმის კურსში. და როგორ მოახერხეთ შემდგომ დღეებში რომ გამოსულიყავით? ნიკას მეგობრებმა ივაშკაცის მოვიდნენ, მოილაპარაკეს ერთმანეთში, რომ მე რომ მარტო არ ყოფილიყავი, მოიტანეს კიბე და გადმოვიდნენ, რასაც იმათ ვეუბნებოდი, ეს განვახორციელე და ვისაც ეცალა, ის გადმოვიდა ფანჯრიდან და სანამ არ გაკეთდა კარები, ჩემთან იყო და მერე ჩემთან იყო.